უკრაინელებმა კურსკის ოლქში ხალინოს აეროდრომი დაბომბეს გენშტაბის ცნობით თავდასხმის შედეგად განადგურებულია რუსული MiG-29 და პანცირეს 1 საარტილერიო სისტემა. რუსეთის დანაკარგები რამდენიმე $10 მილიონ აღწევს. პარალელურად კი ვრცელდება ცნობები, რომ ფინანსურ კრიზისში მყოფი რუსეთი ოქროს რეკორდული ტემპით ყიდის. Moscow Times-ის ინფორმაციით იანვრიდან ცენტრალურმა ბანკმა რეზერვებიდან უკვე 43.5 ტონა ოქრო გაასხვისა. ეს კი ოქროს მარაგების ყველაზე დიდი 6 თვიანი შემცირებაა ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში. ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის, პაპაშვილებისა და 11 პროვაიდერის კომპანია დააჯარიმა მიზეზი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა. სანქციები კომპანიებს სხვადასხვა რაოდენობის დარღვევის ფაქტის გამო დაეკისრეთ. 19 ტონა ვადაგასული ხორცს პროდუქტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ბრალდებულმა დიდი რაოდენობით ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი შეიძინა თბილისის ერთ-ერთ სამაცივრე საწყობში შეინახა და ეტაპობრივად გადაჰქონდა საკუთარ მაღაზიაში გასაყიდად. 2026 წლის იანვარ-ივნისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში $158 მილიონი შევიდა. ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 70.4%, თითქმის $123 მილიონი არის გაზრდილი.